საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა პრეზიდენტმა. პრემია მიენიჭათ ლევან ჯაფარიძესა და ავტორთა ჯგუფს როინ მეტრეველს, ვახტანგ გურუს, ლელა მიქიაშვილს, ვალერიანე ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ოთარ ჯანელიძეს, ჯონი კვიციანსა და ალექსანდრე დაუშვილს. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს დიპლომები, სამკერდე ნიშნები და ფულადი ჯილდოები გადასცა. მართლაც ფასდაუდებელია თქვენი შრომა და სახელმწიფოს როლი რა არის ხო ჩვენთვისაც და თითოეული ასე ვთქვათ მოქალაქისთვისაც აუცილებელია დაფასებული იყოს თქვენი ღვაწლი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რაც თქვენ მაგალითი ხართ ჩვენი ახალგაზრდა თაობის, თქვენ ნაშრომებზე იზრდება ჩვენი თაობები. იყო მეცნიერი დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ. თქვენ ქვეყანას ძენთ ისეთ მონაპოვარს, რომელიც ერისა და ქვეყნის საკუთრება ხდება და ჩვენი დიდი სიამაყეა. ეროვნული პრემიის დღევანდელ ლაურეატებს მთელი გულით მინდა მოგილოცოთ ეს დამსახურებული ჯილდო. გისურვოთ ახალი აღმოჩენები და წარმატებები. მინდა გამოგიცხადოთ უდიდესი მხარდაჭერა და პატივისცემა პირადად და თქვენს საქმიანობაში. ვამაყობ ამითი და გაგიმხელთ განსაკუთრებით მიხარია რომ ეს მოხდა ერთდროულად ჩემ დიდად პატივცემულ როინ მეტრეველთან ერთად. დიდ მადლობას მოგახსენებთ და გახარებული ყოფილიყავით ახალი წარმატებებით ქვეყნის მეცნიერების ტექნოლოგიური განვითარების და ეკონომიკური წინსვლის. დიდი კმაყოფილებით ვიდა აღნიშნო რომ ისტორიკოსთა ჯგუფმა მიიღო სახელმწიფო პრემია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერთათვის. ეს არის ნაშრომი ორტომეული კავკასიის ისტორია, რომელიც შვიდეულობა გააკეთა, შექმნა ფაქტობრივად და ძალიან ფართო მასშტაბის გასაქადების სამას. თავისთავად ამგვარი მონოგრაფიის გამოცემა ეს არის მიღწევა და მისი დაფასება და ყურადღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ.